ინტუიცია და წინათგრძნობა ესაა ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ზოგი მას აქცევს ყურადღებას, ზოგიც კი ჩახშობას ცდილობს. ხშირად ეს ორი ტერმინი ადამიანს ერთმანეთში ეშლება, არა და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ რა თქმა უნდა არის მსგავსებაც. დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ განვავითაროთ ორივე ჩვენში და რატომ. მოდით ჯერ ზოგადად გადავხედოთ ამ ორი ტერმინის არსს. ინტუიცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც შუალედური შედეგების უგულებელყოფით სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ინტუიციური გადაწყვეტილება უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სპონტანურად და უეცრად მოგივიდეთ თავში. ინტუიციას არ აქვს ლოგიკური ახსნა და არ აქვს დამტკიცება. ადამიანი უბრალოდ გრძნობს, რომ არსებული პრობლემის ან საკითხის გადასაწყვეტად ინტუიციურად მიღებული პასუხი სწორი იქნება. ინტუიციაზე დაყრდნობა ნიშნავს საკუთარი თავის რწმენას. როდესაც არ გეშინია გაკვალულ გზას გადაუხვიო, ან წახვიდე უმრავლესობის მოსაზრების წინააღმდეგ. გარკვეული თვალსაზრისით ესეც რწმენაა, ოღონდ საკუთარი თავის რწმენა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ყურს უგდებს ყველა თავის განცდას და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს საკუთარ გარემოსთან. ამის შედეგად მას შეუძლია დაინახოს ისეთი რამ, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. თუკი ადამიანს საკუთარი თავის რწმენა აკლია, ის არ დაუგდებს ყურს ამ ინტუიციას, არამედ შეეცდება მის ჩახშობას, შეცდომის დაშვების ან იმის შიშით, რომ ბრიღვის შთაბეჭდილება არ დატოვოს. როდესაც რამდენიმე შემოთავაზებიდან ერთ-ერთი ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, ხშირად გვირჩევენ ხოლმე. ვენდოთ ინტუიციას, მაგრამ რა არის ზოგადად ეს ინტუიცია? როგორია მისი ფსიქოლოგიური მექანიზმი? რით სჯობს ის აზროვნებას? და ასე შემდეგ. ნეირობიოლოგიის მტკიცებით ინტუიცია ეს ყველა ჩვენგანისთვის დამახასიათებელი აზროვნების ფორმაა. ეს ნიშნავს, რომ მისი გაწვრთნა და განვითარება შეიძლება, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს. ხოლო წინათგრძნობა შეგვიძლია მივიჩნიოთ ადამიანის უნარად. ის შინაგანი გრძნობაა. არ გქონიათ ოდესმე მომენტი, როდესაც ყოფილხართ აფორიაქებული, როდესაც თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც რაღაც გაწუხებთ, ნერვიულობთ და ცოტა ხანში რაღაც ცუდი ან კარგი მომხდარა. წინათგრძნობასა და ინტუიციას შორის არის ზღვარი და განსხვავება. ინტუიცია უფრო პირდაპირი ცოდნაა, წინათგრძნობა კი განსაკუთრებული უნარია იმის შეგრძნების, რაც ჯერ არ მომხდარა. ეწინააღმდეგებიან ისინი ერთმანეთს? რა თქმა უნდა არა. ინტუიცია თავის თავში შეიცავს წინათგრძნობას, რადგან ინტუიციაში იგულისხმება მომავლის მომენტალური აღქმა. წინათგრძნობა უფრო დაკონკრეტებული გრძნობაა, თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც მოხდება. ინტუიცია უფრო ზოგადია და მისი დახმარებით შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თქვენი შესაძლებლობები, მომავლის ვარიანტები. წინათგრძნობა როგორც წესი ეკუთვნის კონკრეტულად რომელიმე მოვლენას ან მოვლენათა ჯგუფს. ინტუიციაზე დაყრდნობა შეიძლება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თუკი რა თქმა უნდა ხედავთ სხვაობას ინტუიციას და სურვილს შორის. სურვილი ეს არის ის, რაც გვინდა, ინტუიცია ქვეცნობიერი ანალიზის შედეგი, ანუ ეს აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. დიდწილად ინტუიცია შესანიშნავი კომპასია, რომელიც გვეხმარება ისე მოვმართოთ ცხოვრება, რომ ის უკეთ შეესაბამებოდეს ჩვენს მოთხოვნილებებს, სურვილებს და ცოდნას. და მიუხედავად ამ განსხვავებისა, ინტუიციის განვითარებით ჩვენ განვავითარებთ ჩვენს წინათგრძნობასაც. არსებობს რამოდენიმე მარტივი ვარჯიში. პირველი. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სიზმრებზე და მის სტრუქტურაზე. ვისაც არ გინახავთ, აღწერაში ლინკს დავდებთ და ასევე გვაქვს ერთ-ერთი ვიდეო ქვეცნობიერზე, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. ეხლა კი დავუბრუნდეთ თემას. სიზმრები და ინტუიცია ქვეცნობიერისგან იქმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ერთი და იგივე ბუნება აქვთ. ზოგიერთ სომნოლოგს, მაგალითად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს გენადი კოვროვს მიაჩნია, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები ხანგრძლივი ფსიქიკური პროცესის შედეგია. ავიღოთ სიტყვაზე მენდელეევის სიზმარი. მეცნიერმა შეიმუშავა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ტვინს სიზმარში არსებული მონაცემები თანმიმდევრულად დაელაგებია. მეორე მეთოდი. თავი აარიდეთ უარყოფით ემოციებს, რადგანაც ძლიერი ემოციები, განსაკუთრებით უარყოფითი, ახშობს
ინტუიციის შინაგან ხმას, ისევე როგორც კეთილგონიერებას, მრისხანებას. შეუძლია სრულიად გამოდევნოს ადამიანის გონებიდან ქვეცნობიერი აზროვნების მიერ ნაკარნახების სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც თითქმის არ გვესმის ხოლმე. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს ორი რჩევა, აუცილებლად მიაქციეთ თქვენ სიზმრებს ყურადღება და ასევე უარყოფითი ემოციებისგან თქვით უარი. იყავით ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე. ვიმეორებ. ჩვენი ყველა ფიქრი მიდის კოსმოსში, რომელიც ბუმერანგებით გვიბრუნდება და სინამდვილეში ახდება. მადლობთ ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი.